მოგესალმებით ფოსტ ტელემაყურებლებო, ეთერში გადაცემა ჯანსაღი ცხოვრება და მე მის წამყვანი გიორგი ბუგაჩაშვილი გახლავართ. Ჩვენ დღევანდელი გადაცემა ასევე სპორტის ერთ-ერთ სახეობას კრივს შეეხება. Ჩვენ დღევანდელი გადაცემა ასევე დაიყოფა სამ ბლოგად. პირველ ბლოგში ჩვენი სტუმარი იქნება სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული და ჩემპიონი კრივში ალექსანდრე კაკრიაშვილი. მეორე ბლოგის სტუმარი იქნება საქართველოს ჩემპიონი კრივში ლევან ხარბიანი, ხოლო მესამე ბლოგის სტუმარი იქნება მწვრთნელი და ასევე მრავალგზის ჩემპიონი კრივში დათო კაკრიაშვილი. როგორც აღნიშნე, პირველი ბლოგის სტუმარი ალექსანდრე კაკრიაშვილი. მოგესალმები ალექსანდრე, მადლობა გიხდი რომ მოგზანდი. პირველ რიგში ვითხარი რამდენი ხანია რაც კრივით ხარ დაკავებული? კრივი გარდამაშ გაიხსნა 2007 წელს, მე შევედი 2008 წელს და დავდი სულ გამოდის 7 წელი დავდი. გასაგებია, რა შეჯიბრებები გაქვს მოგებული? ქალაქ თბილისის პირველობა და ქალაქ თბილისის პირველობა მაქვს მოგებული და ქუთაისის საერთაშორისო კაკაორდის ტურნირზე საპრიზო ავიღე. გასაგებია, რა არის შენი მიზანი ამ სპორტში? ჩემი მიზანი პირველ რიგში გავხდე საქართველოს ჩემპიონი, მერე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი. გასაგებია, რატომ აირჩიე მაინც და მაინც კრივი? კრივი თავიდან როცა გაიხსნა გარდამაში, ჩემი ბიძაშვილები შევიდნენ და მერე გამიჩნდა მე სურვილი, თან მომეწონა ექსპორტი. რაღაცნაირად მიცდავდა და გასაგებია, რამდენად ხშირად ვარჯიშობ შენ? რამდენ ხანს უთმობ კვირაში ან თუნდაც ყოველდღე ვარჯიშს? მე ყოველდღიურად ვარჯიშობ და როცა შეჯიბრისთვის შემზადდებით, დღეში 2 დღეს ვარჯიშობთ. გასაგებია და თითო ვარჯიში რამდენ ხანშია ეს? 2 საათი, 2 საათნახევარი. გასაგებია, რა არის კრივში მნიშვნელოვანი? კრივში მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში დისციპლინა, მერე ფიზიკური აქტივობები, ძლიერი ფეხები, ასევე ძლიერი კისერი და გასაგებია, გაქვთ თუ არა ზოგადად კრივში გასვლები საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ კრივში არის გასვლები, მე არ გავსულ ვარჯიშობ. გასაგებია, არის თუ არა ნაკრები ამ სპორტში შემდგარი? ნაკრები არის, რა თქმა უნდა, არის უმცროსი კადეტების, უფროსი კადეტების და დიდების ნაკრები. გასაგებია და რით განსხვავდება ნაკრების ვარჯიშები და თქვენი ვარჯიშები? ნაკრების ვარჯიშები ძირითადად იმით განსხვავდება, რომ უფრო მეტ ზბორებს აკეთებს შეკრებებს და შეკრებაზე უფრო გავორმაგებული ვარჯიშები აქვს მაგათ. გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია კვება ზოგადად ამ სპორტში? კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სპორტში, უნდა იყვება ჯანსაღად, ბოსტნეული და რაც შეიძლება ნაკლები კალორიები უნდა მიიღო. გასაგებია, შენ როგორი კვებები ამ სპორტისთვის? მისდევ თუ არა ამ წესებს? მე კი მისდევ ამ წესებს და ვცდილობ რაც შეიძლება ჯანსაღად ვიკვებო. ან ბევრი კალორიები არ მიიღო და უფრო ბოსტნეულზე ვარ გადაწყდა. გასაგებია, არის თუ არა ფედერაცია ამ სპორტში და რაში გეხმარებათ თუ არა ის? ფედერაცია არის ამ სპორტში და გვეხმარება შეჯიბრების ჩატარებაში, შეჯიბრებს აწყობენ, აფინანსებენ და დარბაზის მოწყობაში. გასაგებია, აფინანსებს თუ არა ფედერაცია საზღვარგარეთ შეჯიბრებს? საზღვარგარეთ შეჯიბრებს ნაკრებს უფინანსებს ფედერაცია. რა უნდა გააკეთოს ბავშვმა იმისთვის, რომ მოხვდეს ნაკრებში? ის მიხედვით ირჩევენ ნაკრების ბავშვებს. მთავარია მონდომება ვარჯიში და საქართველოს რომ მოიგებ, მერე გახდები საქართველოს ნაკრებში შეხვა. გასაგებია, სანამ კრივზე დაიწყებდი ვარჯიშობდი თუ არა სადმე? ან დარბოდი ან არა, ჩემცაც არ ვარჯიშობდი, მაშინ 9 წელს ვიყავი და არანაირი სპორტის იმდენო არ იმდენო. მაშინ ამ გადაგაწყვეტინა ის რომ შესულიყო? გადამაწყვეტინა, ან ბიძაშვილებმა მირჩიეს თავიდან. შედიო. თან მერე მეც გამიჩნდა მაგის სურვილი. გასაგებია, ტარდება თუ არა ზოგადად სემინარები ამ სპორტში? სემინარები ტარდება, კი. რამდენად ხშირად? ჩვენ წელიწადში ერთხელ ვატარებთ. სხვები არის, ნაკრები როგორ ატარებს ეგრეთ. გასაგებია და ამ სემინარზე ჩამოდიან თუ არა უცხოეთიდან? არა, უცხოეთიდან არ ჩამოდიან, თვითონ საქართველოში კეთდება, ქალაქები აკეთებენ. რამდენად არის გავრცელებული საქართველოში კრივი? კრივი თითქმის ყველა რეგიონში არის, ქალაქში და რეგიონში. გავრცელებული არის. გასაგებია, ვითარდება თუ არა შენი აზრით კრივი საქართველოში? მიიწევს ყველა წინ? კრივი ყველგან ვითარდება. რა თქმა უნდა საქართველოში ვითარდება.
რამდენად ვითარდება კრივი? როგორ ვითარდება? როგორ ყოველ წელს ირჩევა ახალი ნაკრები და საუკეთესოებს არჩევენ. შემდეგ მიყავთ ევროპაზე, იქ ევროპაზეც თუ მოიგეს, მაგის შემდეგ მიდიან უკვე მსოფლიოზე. შევიდა თქვენ სად ვარჯიშობთ? მე თვითონ გარდამაში ვარჯიშობ და ვინაა შენი მწვრთნელი და რა პრინციპით გავარჯიშებს ის? ჩემი მწვრთნელი არის დათო კაკრიაშვილი. მადლობა ლექსო მოსვლისთვის და საინტერესო პასუხების გაცემისთვის. მაყურებელს ვეთქვი, ჩვენი პირველი ბლოგი ამით დასრულდა. ჩვენი სტუმარი იყო ალექსანდრე კაკრიაშვილი, რომელიც არის სხვადასხვა ტურნირის გამარჯვებული კრივში. მეორე ბლოგში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს ჩემპიონი და ასევე სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული ლევან ხარბიანი. დაგვალოდეთ, კარგად. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მეორე ბლოგის სტუმარია ლევან ხარბიანი, რომელიც არის საქართველოს ჩემპიონი კრივში. მესამე შეგახსენებთ, რომ მესამე ბლოგში ჩვენი სტუმარი იქნება დათო კაკრიაშვილი, კრივის მწვრთნელი და ჩემპიონი მრავალგზის. მოგესალმებით ლევან, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. უპირველეს ყოვლისა, გითხარი რამდენი ხანია რაც ვარჯიშობ და რამ გადაგაწყვეტინა ვარჯიში? მე სადღაც ასე მე-8 წელი დაიწყო. თავიდან არაფერს არ ვაკეთებდი, მაინც ვიჯექი სახლში თუ და უბრალოდ ჩემაც მომ დაიწყო ჭიდაობაზე სიარული, კერძოდ ძიუდოს. და მეც ისე ჭარბწონასთან ის მქონდა რა, მიდრეკილები. და ჩემს მომ წამიყვანა რა, ერთ დღეს წამოდიო, ჩემს მომ საგანოგივრად რა. ასე ჭარბწონიანი იყო. წავედით ახლობელია ვარჯიშობდა, იგივე არის სადღაც ასე წელიწადნახევარი. კაი შედეგი მქონდა რა, ვიკლებდი რაღაცა, მერე დაიხურა გარკვეული მიზეზების გამო. და სადღაც ასე წელიწადი გავიდა, არაფერს არ ვაკეთებდი. სახლში ცოტას ვარჯიშობდით რა, მეც და ჩემი ძმაც. და მერე გაიხსნა კრივი. სადღაც 1 წლის შემდეგ. და მან შევედით რა, მეთქი ფორმას არ დავკარგავთ უკვე. ხო რა, შედეგიც ჰქონდა ორივეს, რომ გაგვეგრძელებინა, მაგრამ დენი დრო გავიდა და მე ის არ გაიხსნა ესე უძიუდო. დახურული იყო. შევორჩით რა, ორივე შეგვიყვარდა ეს სპორტი კრივი. ასე მივყვებოდით ორივე. გასაგებია, რა მიღწევები გაქვს ზოგადად შენ სპორტში? მე ქვემო ქართლის ჩემპიონი ვარ, მრავალჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ. ასე მე ვიყავი თბილისის პირველობას, მანდ მოვიგე. და მე ვიყავი დუშეთში ვიყავი საქართველოს პირველობაზე, მათ მეორე ადგილი ავიღე. მე თბილისში მოვიგე საქართველოს. გასაგებია, კადეტთა შორის. როგორ ემზადები ხოლმე შენ ამ სპორტის? აი, შეჯიბრისთვის. შეჯიბრისთვის ჯერ ვიგებ, როდის არის გაყეუვის შეჯიბრი კონკრეტულად და დროს ვაწესებ რა, ამ დროში უნდა მოემზადო. და ვიწყებ ყოველდღიურ ვარჯიშს, დილას, შუადღეს და საღამოს. ხო რა. და ეს ვარჯიში მარტო კრივს შეეხება თუ ზოგადად ვარჯიშობ? ანუ კრივი ფსიქოლოგია რო შეჯიბრს ესე ვერ გახვალ, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ იყო. კრივი ფსიქოლოგია არის ფიზიკურად რა, ყველაფერი. საქართველოში სად იმართება ძირითადად შეჯიბრები? საქართველოში ძირითადად თბილისში მიმართება და გორში ტარდება ის საერთაშორისო ტურნირი. გასაგებია, რატომ აირჩია მაინც კრივი? კრივი რატო აირჩიეთ და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი კრივში? კრივში აი ცოტა ისეთი ვაჟკაცური სპორტი არის რა. სხვა იმას კი არ ვაყენებ რაღაცში ურაცხყოფას, მაგრამ ჩემთვის ასეა რა. პირველი სპორტი დავინახე და ასე შევიყვარე თავიდან. გასაგებია, გიწყობს თუ არა კრივი ზოგადად ხელს ჯანსაღწევაში? კი, რა თქმა უნდა, კრივი სპორტი არის და ამაში ხელს მიწყობს, იგივე ვარჯიში ვისწავლე, სწორი კვება ვისწავლე. რაღაც ის ავიმაღლე რა კვალიფიკაცია, რომ სხვასაც ვასწავლო, ჩემთვისაც. გასაგებია, კვება ახსენე, როგორ უნდა იყვებოს ამ სპორტის წარმომადგენელი ზოგადად და შენ როგორ იყვები? ანუ კვება რაღაცა განსხვავებული კი არა, ჩვეულებრივად ეს არ აქვს. უნდა იყვებოს
რაციონი არ ხო შემდგარ? რაციონიც პატარა ურუფებია ზომაზია, ახლა გაჩნია წონას იკლებ როგორ არის ბოსტნეული თუ დაიკვებო, რა თქმა უნდა. შენ აქცევ თუ არა მას ყურადღებას? რა თქმა უნდა, მეც ვაქცევ, ახლა უკვე ისეთ სტადიაზე ვარ, რომ მეც ვიკლებ, აქამდე არ ვაქცევდი, მაინდა-მაინც მძიმე წონაში ვიყავი და ახლა ვიკლებ და ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ მიჭირს რა. ის რა ქვია. ჭავწონიანობასთან აქვს მიდრეკილები. გასაგებია, იგეგმება თუ არა ახლა ახლო მომავალში შეჯიბრი, სადაც ეღებ მონაწილეობას. ემზადები თუ არა შეჯიბრისთვის? კი, დიდებში გადავედი უკვე და საქართველოს თბილისის პირველობა იქნება ახლა. და მე საქართველოს პირველობა უნდა იყოს. სადაც იღებ მონაწილეობას, წარმატებას გისურვებ. სად ვარჯიშობ შენ? ვინ არის შენი მწვრთნელი და როგორი სიტუაცია გაქვს დარბაზში? მე ქართაბანში ვარჯიშობ. ჩემი მწვრთნელი დათო კაკრიაშვილია. სიტუაცია ახლა გააჩნია მონტომებული თუ ხარ, რაც არ უნდა იყოს, კაი სიტუაცია იქნება. მე რაც მჭირდება მაქვს გრუშა, რინგი და სპარინგ პარტნიორებიც მყავს. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან? მოწაფეებს, ანუ ეხმარებთ თუ არა ერთმანეთს ვარჯიში, ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ შენ მწვრთნელთან? რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვეხმარებით, უფრო ძველი თავიდან მეც დავიწყეთ, ეგენი მასწავლით პატარებს, რასაც ტრენერი ვერ უყურებს, ყველას ვერ მიაქცევს ერთად ყურადღებას. ჩვენ ვეხმარებით ტრენერის განასწავლს, ჩვენ ვასწავლეთ ბავშვებს. გასაგებია, ხარ თუ არა შენ პირადად შეჯიბრებებზე გასული საზღვარგარეთ, არ აქვს მნიშვნელობა წარმატებით დასრულდა თუ წარუმატებლად, ხარ თუ არა ზოგადად და რამდენად შეიძლება იმართება საზღვარგარეთ შეჯიბრება? საზღვარგარეთ არა ვარ ნამყოფი, ჯერ ნაკრებში ვერ მოვხდი და შეჯიბრებები კი ხშირად იმართება, გადიან ერევანში, გადიან ბაქოში, გადიან ჩვენი მოკრივე ასე კიდევ თურქეთშიც გადიან. გასაგებია, სანამ კრებჟა შეხვდით ძალიან თქვი მე მგონი რომ ჯიუდოზე იყავი, ხო ვარჯიშობდი ჯიუდოზე, ქონდა თუ არა წარმატებები? წარმატება ქვემო ქართლი მქონდა მოგებული იქაც, სხვაზე არ ვიყავი გასული ჯერ. ახალი. რამდენი ხანი ვარჯიშობდი ჯიუდოზე? ჯიუდოზე წელიწადნახევარი ვარ დავდიოდი. გასაგებია, შენი აზრით რამდენადაა დაკავშირებული ჯანსაღი ცხოვრება და კრივი ერთმანეთთან? დაკავშირებული სპორტია და ყველა სპორტი დაკავშირებულია ჯანსაღ ცხოვრებას წესთან. კრივი ისეთია რა, სწავლობ ყველაფერს. დისციპლინას სწავლობ, იგივე რაღაცა ის წონის კლება, სწორი კვება, ასეთი რაღაცები რა. გასაგებია, რა არის ზოგადად აი მნიშვნელოვანი ამ სპორტში, ანუ რა უნდა გააკეთოს კარგად სპორტსმენმა? კარგად, ჯერ უნდა იყოს დისციპლინებული, იმიტომ რომ ისე ვერ იმას რა ქვია. ტრენერს ვერ მოусმენ რა, თუ არ მოისმენ. მე მონტომება უნდა გქონდეს საკმარისი იმისთვის, რომ შედეგი გააკეთო. და ის მიაღწევს ამ გასაგებია, აპირებ თუ არა რომ გავყვე შენ ბოლომდე ამ სპორტს? კი, რა თქმა უნდა, უკვე მერვე წელი დაიწყო და ძალიან შევეჩვიე, ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ დავანებო. რა მიზანი გაქვს მომავალში? მომავალში რის ჩემპიონი გინდა? სოფლიობამდე მინდა რომ მივიდე რა. ჯერ მოყვარულებში ვარ ისე და მე მინდა პროფესიონალებში გადავიდე. გასაგებია, ამისთვის მარტო ვარჯიშის საჭირო. ზოგადად შენი აზრით რა უშლის ჯანსაღ ცხოვრებას ხელს? ჯანსაღ ცხოვრებას უშლის პირველ რიგში მოწევა, დალევა, ბირჟაზე დგომაც, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ იგერ სხვაზე მიგაქვს ყურადღება და არ აქცევ თავს ყურადღებას. რამდენად უშლის თამბაქო ხელს ორგანიზმს, რომ იყოს ჩამთარი? აი ძალიან უშლის რა, იმიტომ რომ ახლა ჩემთან ეწევიან ოჯახში და გრძნობ რა, მეც ახლა ოთახში ხარ, ბოლი არის ხო, ვარჯიშზე მიდიხარ და ვერ ახარ ისე რა. როცა არ ახარ ამ გარემოში რომ სიგარეტს ეწევიან და რაღაცა უფრო კარგად ხარ, უფრო უკეთესად ვარჯიშობ. შენ ატყობ როდესაც რასაც უნებს. გასაგებია, სასმელი რამდენად უშლის ხელს? სასმელიც ანალოგიურად და უგონთ უფრო მეტად რა, იმიტომ რომ ორგანიზმში გაქვს მთლიანად და ამოღება არის ძალიან ძნელი. ყოფილა ჩემთანაც შემთხვევები ჩემ თავზე რა. და მომიცდია და ამაში გამოცდილებაც ავიღე რა. როგორ უნდა მოვიღო რამდენ ხანში და როგორ დავლიო. თქვა დავსვა, მაგრამ
რო დავალე რამდენ ხანში უნდა მოიყვან, როგორ რამდენი უნდა დავალე. გასაგებია, ფედერაცია გიწყობს თუ არა ხელს შეჯიბრზე? კი, რა გარკვეულწილად მიწყობს საქართველოს გოფინანსებს, რაღაც დიდ შეჯიბრებებზე გოფინანსებს. ვინაა დღესდღეობით ფედერაციის პრეზიდენტი? დღესდღეობით არა უშავს, ზოგადად შეჯიბრებები როგორ იმართება, ანუ რა წესებით იმართება, რა არის შეჯიბრებებზე მნიშვნელოვანი? შეჯიბრზე მნიშვნელოვანი ახლა საჯებიც არის მნიშვნელოვანი. რამდენი საჯობს ერთ რინგზე? ერთ რინგზე მსაჯობს 5 მსაჯი, ერთი რინგზე დგას 3 გვერდზე და ერთი მთავარი მსაჯი არის, რომელიც აკონტროლებს რა. ბრძოლას. ზოგადად რამდენი ხანი მიმდინარეობს ერთი ბრძოლა? ბრძოლა მიმდინარეობს კადეტებში მიმდინარეობს 6 წუთამდე, წუთნახევრიანები არის. ეგ ერთი რაუნდია? ხო, ერთი არა, ერთი რაუნდი არის წუთნახევარი. ნუ 3 რაუნდი რა. უკვე მოყვარულებში არის 9 წუთი რა, 3 წუთი არის თითო რაუნდი. მოსებია, რა უნდა გააკეთოს, ანუ რითი ფასდება შეჯიბრებები, რითი ფასდება გამარჯვებული? გამარჯვებული ფასდება ქულებით რა, რაც უფრო სუფთა ქულა გექნება, ერთი ქულა არის რა. 3 ისეთი, ცოტა ისეთი რბილი დარტყმა არის, ისიც ერთი ქულა. ანუ 3 რბილი დარტყმა უძრის ერთ ჩორს გახსნას. გასაგებია, ზოგადად რა არის იმისთვის საჭირო, რომ ანუ რითი ფასდება ეს დარტყმები? ანუ რა არის მთავარი დარტყმაში? რა უნდა იყოს? დარტყმაში არის სწორი ტექნიკა თუ ტექნიკა სწორი დარტყმა, მას უყურებს ხომ მსაჯი ამის და მიხედვით გაწევს ქულას. თუ რაღაცა გლეხურად მოიქნა, იმას არ მოგცემს ქულას, იმიტომ რომ არაა სწორი დარტყმა. და ასე რა, ანალოგიურად თუ შეეცდომა გაქვს და გაჯარიმეს ქულას გართმევია. გასაგებია, ზოგადად რამდენად ხშირად ტარდება საქართველოს ჩემპიონატები? საქართველოს ჩემპიონატები ახლა ასაკებია, კადეტებია, მოყვარულები და ახალგაზრდები. და მე არის პროფესიონალები და ყოველ წელს ტარდება. ეს საქართველოს ჩემპიონატი. ხო, კადეტები ტარდება ყოველ წელს. მე ახალგაზრდები ყოველ მეორე წელს ტარდება. და ზოგადად ტურნირები? ტურნირები ყოველ მეორე წელს ტარდება საერთაშორისოები. ერევანი ჩამოდის, ბაქო ჩამოდის, რუსეთის ჩამოდის ხოლმე. ესე იგი არის მიმოსვლა უცხოეთიდან, ხო? რამდენად დადიან თუ გაქვს მაგაც ხელი ინფორმაცია, რამდენად დადიან საქართველოს ნაკრები, კრივის ნაკრები საზღვარგარეთ? რამდენად ხშირად? აი, ხშირად დადიან, ყოველ წელს გადიან, ყოველ თვე. რაღაცა შეკრებას ატარებენ, შეჯიბრიც აი მთხვევა, შეჯიბრი. გასაგებია და ყავს თუ არა წარმატებული სპორტსმენები კრივში? კი, რა თქმა უნდა, ყავს რამოდენიმე მსოფლიო ჩემპიონებიც ყავს, ევროპის ჩემპიონებიც. ზოგადად მანდილოსნები არიან თუ არა კრივით დაკავებული? კი, როგორ არა, ჩვენ ყავდა დარბაზში 3 მანდილოსანი. მათაც მე ვეხმარებოდი, ანაგრევად დათო რა, ჯერ შეუჩვეველია, იმიტომ რომ ამდენი ისა ბიჭი არის და გოგოები უცებ შემოვიდნენ, ხო? ანუ ჩვენც მანამდეც ჰქონდა შეხება გოგოებთან რაღაცა ვარჯიში ერთად და ამაში ვეხმარებოდით. ასევე არის თბილისის დარბაზებში წავთ გოგოები. ასე განსხვავება არის თუ არა ბიჭების კრივსა და გოგოების კრივს შორის? არა, განსხვავება არა, ერთნაირი წესები და ერთნაირი მომზადება აქვთ ყველას. გასაგებია, ლევან, წარმატებებს გისურვებ მომავალ შეჯიბრებებზე. იმედია ასახელებს საქართველოს და გვასახელებს ზოგადად ჩვენს. მაყურებელს ვეტყოდა ჩვენი მეორე ბლოგი დასრულს მივახლო და მეორე ბლოგის სტუმარი იყო საქართველოს ჩემპიონი ლევან ხარძიანი. ჩვენ დროებით გემშვიდობები მესამე ბლოგში გვეყოლება მწვრთნელი კრივის და ასევე მრავალგზის ჩემპიონი დათო კაკარიაშვილი. დროებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მესამე ბლოგის სტუმარია დათო კაკრიაშვილი, კრივის მწვრთნელი და ასევე სხვადასხვა ჩემპიონატების გამარჯვებული და ჩემპიონი. მოგესალმებით დათო, მადლობა გიხდი რომ მოხვედი. პირველ რიგში მაყურებელს აუხსნათ, რას წარმოადგენს თქვენი სპორტი, რა არის ზოგადად კრივი? კრივი ეს არის ორთაბრძოლა ხელებით.
კრივს აქვს თავისი წესები. წელს გვერდით არ შეიძლება დარტყმა, ეხებით არ შეიძლება დარტყმა და ასე შემდეგ. ასე სად ვარჯიშობ ზოგადად თქვენ? მე ვარჯიშობ ქალაქ გარდაბანში, გარდაბნის ცენტრში. სპორტ სკოლა არის და იგივე ვარჯიშობ. ასე რამ გადაგაწყვეტინა რომ გავხდარიყავი მწვრთნელი? რამ გადამწყვეტინა და 2011 წელს მივიღე ტრაუმა და ამის შედეგად უკვე აღარ შეიძლებოდა ამიკრძალეს ექიმებმა რინგზე გამოსვლა და ამის შედეგად ვხდი მწვრთნელი. ასე რამდენად ხშირად იმართება შეჯიბრებები კრივში? შეჯიბრები ხშირად იმართება. ეხლა ვიყავით ჩვენ კაკაურიძის საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისში, სადაც ჩემმა მოსწავლეებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები, ყოფილი ვარ. ეხლა იმართება ქალაქ თბილისის პირველობა, მერე იმართება გორჩის საერთაშორისო ტურნირი. ასე ბევრი ყავს თუ არა საკმაოდ მოწაფეები შენ გუნდში და რამდენად წარმატებულები არიან ისინი? კი, მე მყავს საქართველოს ჩემპიონები, რეგიონების ჩემპიონები. საკმაოდ წარმატებული ბიჭები მყავს და ზოგადადაც არ უჩივე. ზოგადად რამდენადაა საქართველოში გავრცელებული კრივი? საქართველოში გავრცელებული აქვს. საქართველოს ყავს ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ასევე ბევრი ჩემპიონები, რამაზ ფალიანი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორები ყავს ჩვენ ასევე. ამიტომ გავრცელებულია და საკმაოდ კარგად არის. ასე ვითარდება თუ არა დღეს კრივი საქართველოში და როგორ? კრივი როგორც წესი ყველგან ვითარდება და ამიტომ საქართველოშიც ნელა ვითარდება. გასაგებია, მანდილოსნები რამდენად არიან ამ სპორტთან დაინტერესებული? მანდილოსნები არიან დაინტერესებული. ბათუმს ყავს მანდილოსნები, ორთაჭალას ყავს, მეც მყავდა მანდილოსნები, მაგრამ იმის მიხედვით თუ შეჯიბრები იმდენად ხშირად არ ტარდება, მაგის გამო ცოტა რთულადაა ეს საკითხი. გოგოები არიან, კი მანდილოსნები არიან ამ სპორტში, მეც მყავს თვითონ. რატო არ ტარდება ხშირად შეჯიბრები? მანდილოსნები როგორც წესი ხო უნდათ პროსტა უბრალოდ ვარჯიში და რომ მოხდებათ 1-2 აქციები. ზოგადად შეჯიბრი რის მიხედვით ფასდება? შეჯიბრი ფასდება დარტყმების გულისხმობ. დიახ. ქულები ითვლება ერთი ძლიერი დარტყმა არის ერთი ქულა და სამი მსუბუქი უპასუხო დარტყმა არის ერთი ქულა. ნოკდაუნიც თუ ადგა ნოკდაუნი კროკი არის ერთი ქულა, არა უპირატესობას ანიჭება. რა უნდა იყოს დარტყმაში, რომ ჩაითვალოს ქულა? სიძლიერე. დარტყმაში უნდა იყოს სიძლიერე, რომ ჩაითვალოს. მარტო სიძლიერე ამაში საჭირო? ხო, სიძლიერე და ღია დარტყმა არ უნდა იყოს, უნდა იყოს სუფთა დარტყმა და ღია არ უნდა იყოს უბრალოდ. როგორც შემიძლია ხარ გარდაბანში გაქვს შენი დარბაზი, თბილისში თუ მინდა თქვა მიგიწვდება ხელი ამაზე, რამდენად არის ეს გავრცელებული, რამდენად ბევრი დარბაზი არსებობს თბილისში კრივის? თბილისში, ნახალობაში არის დეკადეს დარბაზი, გლანში, არენაში არის დარბაზი, ასე ვერ ჩამოთვლია, გამორჩება. დეკადეს ყავს კაი ბავშვები, ორთაჭალას ყავს კაი ბავშვები, ნახალუგას ყავს კაი ბავშვები, არენას კაი ბიჭები არის. ესე იგი არის ზოგადად გავრცელებული. თქვა გარდაბნის გარდა, ზოგადად გარდაბნის და თბილისის გარდა არის თუ არა რეგიონებში გავრცელებული ეს კრივი და რამდენად იღებენ ისინი მონაწილეობას შეჯიბრებებზე? გავრცელებული როგორ გითხრათ ახლა. პირველ მეორე ადგილებში ყოფენ ქუთაისი, თბილისი, ფოთი და ეს ქალაქი ბათუმის ისე თუ ასე კი არა. ესე იგი არის განსაცდელი ისე. რა თქმა უნდა ვითარდება ხო კრივი? კი, როგორც წესი, როგორც მსოფლიოში ვითარდება, საქართველოშიც ისე თუ ასე ვითარდება. რომელი ქვეყნიდან არის საქართველოს შემოსული კრივი? რომელი ქვეყნიდან არის? გონი რუსეთიდან არის.
რუსეთიდან ხო? კი, გეხმარება ზოგადად ფედერაცია რამდენად უწყობს ხელს, ვიცი რომ არის ნაკრები? ხო. წინასწორებაც ახსენეს, არის ნაკრები, რამ ფედერაცია რა შეეხმარება მათ? ფედერაცია რა შეეხმარება? ფედერაცია უკეთებს ბორებს, დაყავს საერთაშორისო შეჯიბრებზე, ევროპაზე, მსოფლიოზე. ასე შემდეგ ფედერაცია მაქსიმალურად უდგას გვერდში. ფედერაცია მარტო ნაკრებს უდგას გვერდში თუ ზოგადად? ზოგადად როგორ იცი? ზოგადად ახლა შეჯიბრებს ატარებს. ფედერაციის თავით ტარდება შეჯიბრები. აი საერთაშორისო იქნება იგივე ტარდება. დარბაზის მოწყობაში თუ გეხმარება ფედერაცია? დარბაზის მოწყობაში თვითონ ქალაქი გვეხმარება. გარდა მაშინ მაგალითად არის სპორტ სკოლა. სადაც კაი პერსპექტიულ ბავშვებს აფინანსებენ, დაყავთ შეჯიბრებზე, იქ წახალისებებიც არის, დარბაზსაც გვიკეთებენ ისე თუ ასე და გვერდში გვითქან. ასეებია, დღესდღეობით ვინ არის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს? დავით კვაჭაძე არის შესანიშნავი პიროვნება. დავით კვაჭაძე ახლა არ უნდა ჩემგანი ისინი ბევრი წარდგენა არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ბევრი ტიტულები აქვს საკმაოდ. ასეებია, არის თუ არა ასაკთან შეზღუდვა ამ სპორტში? ასაკთან შეზღუდვა არის კი. ზოგადად 30 წლის მერე, 32 წლის მერე ცოტა ძნელია. გასაგებია, ანუ შეჯიბრებზე რა არის მინიმუმი მასაკისა, რომელიც შეუძლია ბავშვებს? შეჯიბრებზე 8-9 წლიდან უკვე შეიძლება ღიარინგებზე თბილისი ატარებს როგორ ტურნირი. ყოველ შაბათს, ყოველ მეორე შაბათს ტარდება ღიარინგები. ჩამოდიან რეგიონებიდანაც, რომელიც ახლო რეგიონია, ჩამოდიან და ტარდება იგი ღიარინგები პატარებში, დიდებშიც და ეს ხელს უწყობს ამ ქაჩვას კრივს. ანუ ზოგადად კლუბებს შორის იმართება ხო შეჯიბრებები? კი. კლუბების გამოსავლენად ვინ არის წარმატებული კლუბი? წარმატებული კლუბი არის თბილისი, ხო? ზოგადად თუნდაც თბილისში, ზოგადად თუნდაც რეგიონებში. ყველას აქვს თავისი სტილი. აი მაგალითად ქუთაისს აქვს თამაშის სტილი. მოთამაშეები ყავს. გორს ყავს მოჩხუბლები. გორი ჩხუბობს. ფოთს ყავს ორი მოთამაშეც და ასევე დამტკმელი ბიჭებიც ყავს. თბილისიც ასევე დამტკმელებიც ყავს და მოთამაშეებიც ყავს, მაგრამ უფრო მოთამაშეები. და პირველობას იყოფენ ასე ვთქვათ, როგორც ახსენეთ, თბილისი, ქუთაისი და ფოთი. გასაგებია, არის თუ არა ზოგადად განსხვავება უცხოურ კრივსა და ქართულ კრივს შორის? კი, განსხვავება ისე თუ ასე შეიმჩნევა. წესებში იმჩნევა ეს განსხვავება თუ ზოგადად? არა, ზოგადად წესები, აიბას წესები არის, ყველგან ერთნაირი წესებია, აიბას წესები არის. გასაგებია, ზოგადად შეჯიბრებებზე უცხოეთიდან თუ ჩამოდის ხალხი? ან ჩატარებულა თუ არა საქართველოში ჩემპიონატი, სადაც უცხოეთიდან იღებენ მონაწილეობას? კი, ახლა იყო როგორც თქვი, კაკალოვიძის საერთაშორისო ტურნირი, სადაც იყვნენ აზერბაიჯანი იყო ჩამოსული, თურქეთი და ვლადიკავკაზი. გასაგებია, ანუ ესენი არიან ის ქვეყნები, რომელიც ყველაზე მეტად აქტუალურია? არა, ესენი საქართველოში იმიტომ იმაში ჩამოდიან, რომ უფრო ახლოა, უფრო მეგობრული კავშირი გვაქვს. სხვა ქვეყნებთან როგორ ასაკო? არის სხვა ქვეყნებთან ეხლა სასომხეთი აპირებს ჩამოსვლას, როგორც მე ვიცი, გოლში. აზერბაიჯანის პირველი ნომრები ჩამოდიან, თურქეთის პირველი ნომრები ჩამოდიან და კიდე ჩამოვიდნენ რა ქვეყნები ჩამოვიდნენ. გასაგებია, რა გეგმები და მიზანი გაქვს სამომავლოდ? სამომავლოდ გეგმები მაქვს, ჯერ რაც მნიშვნელოვანია ჩემი მოსავლეები, ყავს პერსპექტიული ბიჭები, გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და რაც ვთავაზობ მე ევროპაზე და მსოფლიოზე გასახერხებლად. გასაგებია, რა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები იგეგმება ახლა მომავალში? ეხლა როგორც მე ვთქვი, იგეგმება
თბილისის პირველობა, სადაც ვემზადებით სამში. და ასევე გორის შვიდში, გორის საერთაშორისო ტურნირი, სადაც როდის ტარდება საქართველოს ჩემპიონატი? საქართველოს ჩემპიონატი ევროპა ჩატარდება და მე განვიხილდა როდის ჩატარდეს. დასაგებია, რის მიხედვით ირჩევა ნაკრების ბავშვები? ნაკრების ბავშვები ირჩევა, მოდი ესე ვიტყვი, მარტო ჩემპიონობა არა. აი უნდა იყოს ცოტა ძლიერი ბიჭი, გულიანი ბიჭი, არ ეშინოდეს. მაგის მიხედვითაც არჩევენ. შეიძლება პირველი ნომერი არ აიყვანონ თქვათ და აიყვანონ მეორე, მესამე ნომერი, იმიტომ რომ თავის სული დაანახა მათ. დასაგებია, შენი აზრით რამდენად უწყობს ხელს ჯანსაღ-ცხოვრებას ეს სპორტი? ჯანსაღ-ცხოვრებას ხელს უწყობს, იმიტომ რომ თვითონ კრივი არის ჯანსაღი ცხოვრება, იმიტომ რომ სწორი კვება, სწორი ვარჯიში და საერთოდ უწყობს ხელს. ანუ ისინი ერთმანეთთან დამოკიდებულები არიან. დასაგებია, კვება ახსენე, მოდი ვისაუბროთ ცოტა კვებაზე, როგორ უნდა იკვებოს სპორტის წარმომადგენელი? რაც შეიძლება ნაკლები კალორიები, მაგრამ კალორიებიც ისე თუ ასე საჭირო. ნაკლები კალორიები, მეტი ბოსტნეული ხილი და სალატი. რა არის კრივში ყველაზე მნიშვნელოვანი? ფიზიკურ მონაცემებზე მეკითხებით თუ? ჯერ ფიზიკურ მონაცემებზე კი ბატონო. ფიზიკური მონაცემები მოკრივის 75% არის დამოკიდებული ფეხებზე. იმიტომ რომ მას თუ არ აქვს ძლიერი ფეხები, ჯერ ერთი ეხმარება მოძრაობაში, მეორეც ერთი დარტყმის დროს იწევს ფეხები. ფეხები უნდა ქონდეს ძლიერი, დარტყმას გაუძლოს. მეორე უნდა ქონდეს საკმაოდ კარგი ბიჭები, ძლიერი ხელები. ეს განვითარებაც შეიძლება ამისი ვარჯიშებით და რაც თავარია, კისერი უნდა ქონდეს კარგი. დასაგებია, ეს ფიზიკური იყოს, ზოგადად რა არის ადამიანის საჭიროების რომ იყოს კარგი მოკრები? პირველ რიგში თავარია გული ქონდეს. გული თუ არ აქვს, მე ვახსოვს გარდა მაშინ რომ დავიწყეთ, ვიყავით 60 ბავშვამდე. ამ 60-დან ბოლომდე დავრჩით 4. და იმ 4-დან კიდევ 2 და ეხლა. მათ არ ეყოთ? ხო. პირველი შეჯიბრი ჩატარდა, გაიწმინდა. მეორე შეჯიბრი კიდე გაიწმინდა. და ესე გული უნდა გქონდეს. მერე ძალა თუ გაქვს და ტვინი არ გაქვს, ვერ იმუშავება. ასე მოკრები ბევრჯერ ყოფილა გამოსულა ძლიერი მოკრივე და ჭკვიანი მოკრივე. ჭკვიანი მოკრივეს მოგულისხმო ფიზიკური აღგობა არ ქონდა ისეთი, რომ შეეშინებინა. მაგრამ გამოსულა ეს ჭკვიანი მოკრივე და ძლიერი მოკრივე და დაუმარცხები ამ ჭკვიანს. იმიტომ რომ ჭკვით მუშაობდა. ზოგადად არის იყოფა თუ არა კრივის სხვადასხვა კატეგორიებად, ანუ რა არის თუ არა განსხვავება კრივებს შორის? განსხვავება არის კი პროფესიონალებს შორის და მოყვარულებს შორის. მოყვარულები ჩხუბობენ ოლიმპიადას შლემებში, მაგრამ ახლა შლემები მოხსნეს და ჩხუბობენ 3 წუთიანს. და პროფესიონალებში არის 5 რაუნდიანი ყველაზე დაბალი დონე, 8 რაუნდიანი და 12 რაუნდიანი ბრძოლები. დასაგებია, როგორც არსებობს კრივის ოთვარფები ორნაირი მიდგომილება, ასე ვთქვათ, ხო? პროფესიონალები და მოყვარულები. დასაგებია, მოყვარულმა რა უნდა გაკეთოს იმის რომ გადავიდეს პროფესიონალიზმს. ანუ ვინ არჩევს მაგას, ვინა მოყვარული და ვინა პროფესიონალი? მაგი არის პროფესიონალების პრეზიდენტი, ფედერაციის პრეზიდენტი არის გიორგი კანელაკი. და უბრალოდ გიორგის თუ მოეწონება თუ მივლენ აი ესე ირჩევა რა ძლიერი მოკრები უნდა იყოს რომ გადავიდეს. დასაგებია, ზოგადად სემინარები რამდენად იმართება საქართველოში? იმას ვაკეთებ, ზბორებს ვაკეთებ, ხო? კი. ზბორები, ახლა ზბორები აქ ნაკრებსაც ჩვენც გვაქვს ჩვენი ზბორები. ხშირად იმართება კი. ზბორები ხშირად იმართება ნაკრებს. ახლა ნაკრებში როგორ არის ახლა მე აგიხსნით. მარტო პირველი ნომრები არ დაყავთ. დაყავთ მეორე ნომრები, მესამე ნომრები.
იქ ვინც გამოვარდება ძლიერი ბიჭი, დაინახეს გული, ტვინი, ძალა. ამოყავთ ეს ბიჭები და ვიყავთ იმათაც აძლევენ შანსს. რომ წარმოჩინოთ თავიანთი რომ წარმოაჩინოთ თავიანთი თავი. გასაგებია ამ სპორტებს აფინანსებს თუ არა ფედერაცია? კი, ნაკრების სპორტებს აფინანსებს, კი. ზოგადად კლუბის სპორტებს? კლუბის სპორტები უნდა დააფინანსონ კლუბის ცენტრის დირექტორებმა, ქალაქმა. გასაგებია ზოგადად რა უშლის ხელს ადამიანს რომ იყოს ჯანსაღი. იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესი. ზოგადად სიგარეტის მოწევა უშლის ხელს, დალევა უშლის ხელს. იცით როგორ არის კრივი და ზოგადად სპორტი. რო დაიწყებ ერთხელ ვარჯიშს ნარკოტიკივით, მაგალითად მე ღამე 10 საათი, 12 საათი ყოფილა დაამდგარდა წავსულა მე ვარჯიში. ნარკოტიკივით ლონკები აქვს, ჩვეულებრივი ლონკები აქვს. რო არ ვარჯიშობ, ორგანიზმი თვითონ ითხოვს რომ მიეჩვევი, ითხოვს ორგანიზმი რომ ივარჯიშო. გასაგებია შენ ზოგადად რა შეჯიბრებები გაქვს მომენტუნაც ადრეულ ასაკში თუნდაც ეხლა. ნუ ეხლა როგორც ვითხარი უკვე ტრამვის გამო აღარ ვარჯიშობ, ავარჯიშებ გარდამავალში. მაგრამ აი სანამ ეს ამ ტრამვას მიღებდი, რა შეჯიბრებები გაქვს მოგებული? მე რამდენიმეჯერ ქვემო ქართლი მოვიკე, შიდა ქართლი, აჭარა და საქართველო. მე აღარ გამიშავალ ტრამვამ. დარწმუნებული ვარ, ბევრ შედეგს მიაღწევდი. ამის გამო რა საპირებ შენ კლუბში მომავალში? კლუბში მომავალში, როგორც თქვი, და მოიგონ საქართველო და ამისთვის ვარჯიშობენ, ემზადებიან და და მოიგონ საქართველო. გასაგებია სასმელი რამდენად უშლის ადამიანს ჯანსაღ ცხოვრებას? სასმელი ჩვენ გვეუბნება და ჩვენი მწვრთნელი ბატონი გურამდებარიანი შესანიშნავი პიროვნება. გვეუბნებოდა რომ 3 თვის ნავარჯიშებს ერთი ჭიქა ალკოჰოლი სასმელი წყალში იყლის. ამიტომ არ ვიტანებოდით. ზებია ზოგადად ანუ უშლის ეს ყველაფერი ჯანსაღ ცხოვრებას ხელს და ბოლოს რითიმ რას ეტყვი მაყურებელს, როგორ მიმართა? ვიცხოვრი ჯანსაღი ცხოვრებით, არ მოწიოთ ალკოჰოლის ნაკლებად და უფრო მეტი ჯანსაღი ცხოვრება. აქვს თუ არა თქვენ კლუბს სახელწოდება? სახელწოდება არ არის კლუბის სახელწოდება, ან ზოგადად ვინცაც დაინტერესებს გარდაბნის კლუბი, მის თქვა იქაც მოდი ერთი ორი სიტყვა სანამ მორჩებით გადაცემას, ვითხარი შენი ტრამვის შესახებ. ჩემი ტრამვა ბაქოში ვემზადებოდით, სპორები გქონდა. და არ ვიცი, დარტყმის შედეგად იყო, ექიმები ამბობენ, ბავშვების ტრამვა იყო. არ ვიცი, მოკლედ ის პირალი იყო, მაგრამ ფაქტია რომ დამემართა. მე დამემართა ესეთი რაღაც ჩაქცევა გემატომა, საიდანაც 100% ძალიან იშვიათად გამოდიან. ექიმმა გამიკეთა ოპერაცია ბაქოში. დააფინანსა ფედერაცია. გამიკეთეს ოპერაცია და ექიმმა თქვა, ხმეთის ხელშია. ილოცეთ, თუ გადარჩება, ხმეთის გადარჩენება. ისე მოხდა რომ მე გადავრჩე. და გამოვედი, თავიდან ვისწავლე ყველაფერი. სიარული, ყველაფერი. ჩამოვედი საქართველოში და დადგა ჩემი ფიზიკური მონაცემების დრო. სადაც მე დავინახე ჩემ თავზე ხიპი, ყვეტნარი ხიპი. და სადაც სიარული ძლივს დავდიოდი, წავედი სტადიონზე და სირბილი დავიწყე. ვარჯიში დავიწყე. ესა ფიზიკური მონაცემები ახლა. ექიმმაც თქვა რომ ეს რომ ნავარჯიშები არ ყოფილიყო, ძალიან რთულად გადაიტანდა ამას. გასაგებია ზოგადად ვინ როგორც ვთქვით, ზოგადად ძალიან ბევრი ცნობილი მოკვლევი არსებობს
მთელ მსოფლიოში. შენ რომელი ქვეყანას ანიჭებ უპირატესობას მენჯერმან დავიწყოთ და შემდეგ ვინა შენი ფავორიტი კრივში? მოდი მე ჩემ მეგობრებზე, ჩემ ქართველ მოკრივეებზე ვიტყვი, ხო? კი ბატონო. ჩემ ფავორიტი არის ჩემი მეგობარი საუკა ჭატაძე. მიყვარს ეს პიროვნება და ვაფასებ. ვინ არის ეს? ის არის მოკრივე, ეხლა ემზადება, როგორც მე ვიცი. საქართველოს რამოდენიმე გზის ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი და მოკლედ კაი ბიჭი არის. ასევე ლევან გულედანი, იაგო კიზირია. აი, კაი ბიჭები. ორიან დინარაძე, მსოფლიო ჩემპიონი. არის საქართველოში ყავს კარგი მოკრივეები. იმედია იმატებს ეს ამათი რაოდენობა. ეს იმედი გვაქვს. ეხ ბოლოს მალუას მოგიხდი მობრძანებისთვის, რატომ მე მგონი კარგი გადაცემა გამოვიდა. შეგახსენებთ რომ ჩვენი მესამე ბლოგის სტუმარი იყო წვრთნელი მოკრივე და მრავალგზის სხვადასხვა ჩემპიონის გამარჯვებული დათო კაკრიაშვილი. ეს იყო გადაცემა ჯანსაღი ცხოვრება. მე ვისწავლე გიორგი ბუგაჩაშვილი გახდით. კარგად ბრძანებოდით მომავალ შეხვედრამდე.